სახელით ამ ამისათა, დაძისათა, დაწმინდისა სულისათა, ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელო დანოდაზმანო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, დღეს გახლავთ, როგორც ჩამოლოცვაში ვახსენეთ, დიდი წინასწარმეტყველის შობის დღე. მე მიკვირს უბრალოდ საეკლესიო კალენდარში გარკვეული ცდომილება ან გაუგებრობა, რომ ასეთი დიდი დღესასწაული, როგორიც არის ნათლისმცემლის შობა, არის მოხსენებული რიგით მესამე, ასე ვთქვათ, ჩამონათვალში, რომ ჯერ არის ნახსენები ათონის მთაზე გაბრწყინებული იმამები, მათი მადლი და ლოცვა შეგვეწიოს, მერე რუსეთის მიწაზე გაბრწყინებული იმამები, ყველად გაუგებარია ჩემთვის და შემდგომში უკვე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია ძალიან, ვთქვათ, ნაკლებად ნახსენები, ანუ პატარა შრიფტით არის. ადამიანი, რომელიც არაეკლესიურია, ან ეკლესიურია და არ კითხულობს კალენდარს და წაიკითხავს, ვერ მიხვდება რამდენად დიდი დღესასწაულია დღევანდელი დღე და რატომ არის მოგახსენებთ ამ დიდი წმინდანის ხსენების დღეს. მოგეხსენებათ, რომ საეკლესიო სწავლებით წმინდა სამოციქულო ეკლესია ყოველთვის დღესასწაულობს და ზეიმობს ამა თუ იმ წმინდანის გარდაცვალების, ანუ აღსასრულის დღეს. რამე თუ მაშინ მჟღავნდება ამ პიროვნების მოღვაწეობა, მისი მოსანგრეობა, მისი მოქალაქეობა ამ სოფელში. მაგრამ ვიცით რომ ეკლესიაში არის სამი განსაკუთრებული შობა ჩვენს მიერ აღნიშნული და დღესასწაულობს ეკლესია მაცხოვრის წყინვალე შობას, შემდგომში ღვთისმშობლის შობას, ღვთისმშობლობას სექტემბერში და ეს რიგით მესამეა, ანუ ნათლისმცემლის შობა. ანუ თუ შენ 7 ივლისს აი ამ გაგანია სიცხეში ვერ იზეიმე ნათლისმცემლის შობა და არ იცი ვინ იყო პიროვნება ნათლისმცემელი იოანე, ბუნებრივია შენთვის წარმოუდგენელი იქნება საერთოდ მაცხოვრის შობა და ღვთისმშობლის შობა. ანუ დიდი სიხარული დაიწყო დღეს ჩვენს ცნობიერებაში და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატომ არის ეს დღე ასე გამორჩეული. მოგეხსენებათ, რომ იოანე ნათლისმცემელი არის წინასწარმეტყველი ძველი აღთქმისა და პირველი მახარებელი ახალი აღთქმისა. ის არის პირველთა შორის. ზეციურ იერარქიაში ღვთისმშობლის შემდეგ დგომი, მაგრამ პირველი მახარებელი, პირველი წინასწარმეტყველი სიდიდით ძველი აღთქმისა, რამე თუ მან ახარა ძველ აღთქმას მაცხოვრის მოვლინება და ახალ აღთქმაში არის პირველი მახარებელი. იგია პირველი მახარებელი ასევე ჯოჯოხეთში, მან ჩავიდა და ახარა მაცხოვრის მოსვლა დაცემულ სულებს, რომლებიც აღმოჩნდნენ ჯოჯოხეთში. ანუ ის არის ასევე პირველი ადამიანი, ვინც დედის მუცლიდან თაყვანისცა განკაცებულ იესო ქრისტეს. მოგეხსენებათ, როცა ხდება ჩვენ მარტში ვზეიმობთ ხარებას, გალილეაში ხარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ 6 თვის შემდეგ მარიამი მიდის თავის ნათესავთან, ელისაბედთან, ანუ ელისაბედი არის ნათლისმცემლის დედა და როგორც კი უახლოვდება მარიამი ელისაბედს, შეტოკდება ყრმა მუცელსა შინა ელისაბედის და თაყვანს სცემს, ვთქვათ, იოანე განკაცებულ მესიას. ეს არის პირველი სიხარული და პირველი გაზთა, რამე თუ იზრა მუცელსა ჩემსა ყრმა, ამბობს ელისაბედი, დედა უფლისა ჩემისა მოვარ ჩემდა. ეს არის ძალიან დიდი სიხარული, ძალიან დიდი ზეიმი და პირველი, ვინც ეს ყველაფერი ჩვენ გვახარა, დედის მუცლიდან ვინც თაყვანისცა განკაცებულ ღმერთს, ეს არის ნათლისმცემელი იოანე. მისი შობა, როგორც მარიამის, როგორც განკაცებული ღმერთის, მოხდა სასწაულებრივად და აი დღეს მინდა რომ თქვენ სახში რომ მიბრძანდებით წაიკითხოთ ლუკას სახარება, თუმცა 4-ვე მახარებელი გვასწავლის და გვაუწყებს იოანეს შესახებ, მაგრამ ყველა დაწვრილებით შობის შესახებ მოგითხრობს ლუკა მახარებელი. და იწყება ასე, ერთ-ერთი მღვდელი, არის ვერსია, იყო მღვდელმთავარი აბიას წყებიდან, წარმავლობით აარონის თავმავალი ზაქარია შედის საკურთხეველში, რომ აკმიოს ღვთისმსახურებაზე. მოგეხსენებათ, რომ როგორც დღეს, ადრეც ისრაელში ძალიან ბევრი ღვთისმსახური იყო და მათი, ასე ვთქვათ, გარკვეული რიგში ჩაყენება ხდებოდა, წელიწადში ერთი კვირა ხდებოდა მსახურება შაბათიდან შაბათამდე. და ყველას რადგანაც შეიძლებოდა რომ არ მოწეოდა ღვთისმსახურება, ხდებოდა კენჭისყრა და ვისაც მოუწევდა ღვთისმსახურებაზე კმევა, ეს ძალიან აღმატებული მდგომარეობა იყო, შედიოდა საკურთხეველში და აკმევდა. და ერთ-ერთი მღვდელმთავარი, იგივე მღვდელი შეიძლება ვთქვათ, ამაზე შეიძლება იყოს პოლემიკა, ამას მნიშვნელობა არასობითი არ აქვს, ზაქარია, რომელიც იყო უშვილო
შედის და აკმევს და ამ დროს მას საკურთხევლის მარჯვნივ გამოეცხადება არის ვერსია რომ მთავარანგელოზი გაბრიელი და ეუბნება ძალიან საინტერესო სიტყვებს რომ ღმერთმა შეისმინა შენი ვედრება ზაქარია და შენ გეყოლება ძე. ვიფიქრებთ იმას რომ ზაქარია ევედრებოდა შვილოსნობას. ზაქარია უკვე ასაკშია, მისი მეუღლე ელისაბედი საკმაოდ უკვე ასაკშია, გადასული იყო დედათა წესიდან, ისინი უკვე შვილს აღარ ელოდებიან, ისინი ელოდებიან მესიას. კარგად დაიმახსოვრეთ ჩემო ძვირფასებო. ასევე ჩვენი მთავარი მისწრაფებაც უნდა იყოს უფალთან შეხვედრა, უფალთან სიახლოვე და უფლის ყოფობა ჩვენში. არა პირადით ხოვნა, რამე ადამიანური, არამედ ჯერ უფალი და მერე დანარჩენი ყოველივე. ებრაელებში ყველა ქალი, რომელიც გათხოვდებოდა, იყო პოტენციური ღვთისმშობელი. ანუ ადამიანი ქალი, რომელიც არ დაფეხმძიმდებოდა და არ ეყოლებოდა შვილი, ის ითვლებოდა ფაქტიურად ცოდვილად, როგორც იყო იოაკიმეს მეუღლე ანა, ანუ ღვთისმშობლის დედა. რა თქმა უნდა, ისინი გარიყული პიროვნებები არ იყვნენ საზოგადოებიდან, მაგრამ სადღაცას მაინც ხმა არ ამოეღებოდათ და ყოველთვის იყვნენ ჩუმად და განიცდიდნენ თავიანთ უშვილო მდგომარეობას. ასევე იყო ელისაბედის, ასევე იყო ზაქარიაც. თუმცა როგორც მოგახსენეთ, ისინი ევედრებიან ღმერთს, მესიის მოსვლას და არა საკუთარ კეთილდღეობას და საკუთარ შვილოსნობას. და ამ დროს მოგესწრებათ რომ მიიღო მან უწყება მთავარანგელოზ გაბრიელისგან რომ შესმენილია შენი თხოვნა და შენ ეყოლება შვილი. აი ამ დროს ხდება უცნაური რამ. დაეჭვდება ზაქარია აი ამ ხარებაში და იტყვის რომ მე უკვე ასაკში ვარ და ჩემი მეუღლე საკმაოდ ასაკშია და როგორ შეიძლება რომ მე მეყოლო შვილი. ასევე მოგეხსენებათ, მინდა პარალელი გავავალო ახალ აღთქმაში ორი ხარება არსებობს, როგორც სამიშობა ვთქვით, ასევე ორი ხარება არსებობს. პირველი ხარება ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქალწულ მარიამის, როცა მას ასევე მთავარანგელოზე გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, აქაც ხდება დაეჭვება, ოღონდ მისი დაეჭვება არ იქნა დასჯილი და ასე თქვა შესმენილი უფლისგან, რამე თუ ქალწულისგან შობა არ იყო ცნობილი ძველ აღთქმაში. ასე რომ მარიამი როცა პასუხობს მთავარანგელოზ გაბრიელს რომ მე მამაკაცი არ ვიცი და როგორ შეიძლება ვიყო მიდგომილი, ამის გამო მარიამი არ ისჯება, იქნება მის მიმართ ახსნა განმარტება რომ სული წმინდა მოვიდეს შენზე და ძალი მაღლის აქ ფარვიდეს, მაგრამ როგორც კი დაეჭვდება ზაქარია რომ როგორ შეიძლება რომ მე მეყოლო შვილი, ამ დროს ის ისჯება და ის დამუჯდება და დაყრუდება. და რატომ? იმიტომ რომ მას ჰქონდა მაგალითები, მან იცის რომ აბრაამი, მამამთავარი და სარაც იქნენ დაჯილდოებული შვილოსნობით გარკვეულ ასაკში. ანუ აბრაამი იყო 100 წლის და სარა იყო 90 წლის. ასევე იოაკიმე და ანაც. და მისგან უკვე ეს ყველაფერი არის უცნაური და დაისაჯა ზაქარია ამის გამო. მას არ ეკადრებოდა ასეთი საქციელი. ასევე მინდა დრო ვიხელთო და პარალელი გავავლო ჩვენს ქმედებასთან. აი ძალიან ხშირად განიკითხავენ სასულიერო პირებს, აი განსაკუთრებით მინდა ასევე დაუბრუნდე 17 მაისის მდგომარეობაში, 17 მაისის მერე ეკლესია განსაკუთრებით ღვლები, აი არ გამოვა რაღაც ჟურნალი თქვათ, ინტერნეტში არ დაიგდება თქვათ რაღაც გარკვეული პასკვილი, რაღაც გარკვეული მხილება, რომ ჩვენ ვიღაცამ ტალახი არ გვესროლოს და ბნელეთის მოციქულები არ გვეწოდოს. Წარმოვიდგინე ზაქარია, რომელიც საკურთხეველში აკმევს, მთავარანგელოზე გამოეცხადება მარჯვენით საკურთხევს, ანუ ყველანაირად სწორი არის გამოცხადება, რომ ყოფილიყო მარცხნივ საკურთხეველში დაეჭვება შეიძლებოდა, მაგრამ არანაირი დაეჭვების უფლება არ აქვს ამ პიროვნებას. აქვს ანალოგია, რომ აბრაამს ეყოლა სიბერეში, ეყოლა იოაკიმე და ანას, დაეჭვდება კაცი და ამის გამო დაისჯება. აი ამ დროს თუ თანამედროვე მღვდელი გაბრაზდება, რაღაც შეცდომას დაუშვებს, ეს არის ალანძღავი. ამის მაგალითები წერია ბიბლიაში შემოკარგებული, რომ შეიძლება ცოდვილმა მღვდლემაც უნებურად დაუშვათ შეცდომები. არა ვართ მოციქულები ბნელეთის და არა ვართ სუდები ამის გამო. ანუ თუ შენ ფიქრობ, რომ მღვდელი შეუმცდარია, ან პატრიარქი შეუმცდარია, ან მღვდელმთავარი, რომელიმე შეიგი შენ ისა ყავს უკვე რაღაც ძალიან არასწორ მდგომარეობაში. ასე რომ ბიბლია არის სიმართლის წიგნი, იქ ყველაფერი ჩვენი ნაკლი თუ კი რამე შეცდომა დაუშვია დავით მეფსალმუნეს, რომელიმე წინასწარმეტყველს და რომელიმე მეფეს, ყველაფერი წერია სიმართლე. აქედან გამომდინარე თუ თანამედროვე მღვდელმაც რაღაც გარკვეული სისუსტე გამოიჩინა, ამიტომ ის არ არის ბნელეთის მოციქული, არამედ ილოცე მასზე, რომ მან კვლავ მეორე შეცდომა არ დაუშვას და ის პასუხისგებაში არ უნდა მიეცეს და ცოდვილი მოსამართლეებისგან არ უნდა იქნას განსჯილი. თორე იგივე დაემართება არსებულ
ხელისუფლებას თუ ასეთი მდგომარეობა გაგრძელდება. ანუ უცხო ჩვენთვის არაფერი არ არის ჩემო ძვირფასებო, მაგრამ სასჯელი მღვდელმა მიიღო ღმერთისგან, არა მოსამართლე პროკურორისგან, არამედ სასჯელს იღებს მთავარანგელოზ გაბრიელისგან და ეუბნება რომ შენ დაყრუდები და შენ ასე თქვა ვეღარ იმეთყველები. შობის შემდეგ მოგესალმებათ ებრაული წესით მერვე დღეს ხდება წინა დაცვეთა, რაც უკვე ახალ აღთქმაში ასე თქვა გაუქმებულია, ეს არის ნათლობის წინა სახე. და თუ გვარში ვინმე წარჩინებული პიროვნება იყო, ახალშობილი ყრმა იღებდა მის სახელს. და ფიქრობდნენ, რადგანაც იოანეს მამა იყო ზაქარია და ზაქარია იყო მღვდელი და მღვდლობა იყო წარჩინებული მდგომარეობა, ფიქრობენ ნათესავები, რომ დაარქვან მას ზაქარია. აი ამ დროს ეკითხებიან, ანუ ხელით ანიშნებენ ზაქარიას, რომ რა დავარქვათ შენ შვილის სახელი. ზაქარია მოითხოვს დაფას და დაწერს, რომ იოანეა მისი სახელი. იოანე კი არ დაარქვათ. იოანეა მისი სახელი. ანუ უკვე მას ქვია სახელი დედის მუციდან და იოანე ნიშნავს განსაკუთრებულ წყალობას ღვთისას, მადლი ღვთისა, წყალობა ღვთისა ნიშნავს იოანეს სახელი. და როგორც კი ზაქარიამ დაარქვა სახელი იოანე თავის შვილს, მაშინვე ის ამეთყველდა და დაიწყო მან საუბარი და ადიდებდა ღმერთს. და იყო ასეთი ნათქვამი მის მიერ, რომ დედის მუცლიდან ის აღივსება სულითა წმინდითა და მან თაფლუჭი და ღვინო არ მიიღოს. ანუ ის იყო დაბადებიდანვე ნაზორეველი, ანუ ეს იყო წინა სახე ბერ მონაზნობის და მოგეხსენებათ, რომ მისი ცხოვრებაც იყო ასეთი. ამიტომაც გითხარით, რომ ის იყო ყველაფერში პირველი. მან თავის ცხოვრებაში გამოცადა, გთხოვთ ეს კარგად დაიმახსოვროთ ეს სიტყვები, დაცემული ადამიანის ბუნების გამოვლინების ყველა სივერაგე. მოგეხსენებათ, რომ მას თავს მოკვეთავენ, ის იყო მამხილებელი პიროვნება და თუ კი რამე სივერაგე იყო ქრისტემდე, ადამიანის ბუნებიდან გამოვლინებული ყველაფერი გამოსცადა საკუთარ თავზე იოანემ. რატომ? იმიტომ რომ იყო დედის საშოიდან ყველაზე აღმატებული პიროვნება იმ პერიოდში და აი ამ პიროვნებამ როცა დაინახა მისკენ მომავალი იესო ქრისტე, აცხადებს, რომ ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე უფროსია და მე მისი სანდლის, ასე თქვა, გახსნის ღირსი არა ვარ. მისი მოწაფე იყო ანდრია პიოტეტებული, იოანე ღვთისმეტყველი, თითქმის ყველა ფაქტიურად ნახევარზე მეტი და ყველა მისი მოწაფე ხდება უკვე, ანუ მან მოამზადა საზოგადოება მასხოვრის მისახებად. და ძალიან საინტერესო მომენტი ასევე მინდა გითხრათ, რომ მას განსაკუთრებული შესამოსელი ჰქონდა. ახლემის ტყავისაგან შეკერილი შესამოსელი, არა დათვის, ან მაჩვის, თქვა, ან კურდღლის, რაც შედარებით უფრო გარკვეული ძვირფასია, არამედ ახლემის. ახლემის ტყავი იყო უხეში, რატომ შეარჩია ღმერთმა ახლემი? იმიტომ რომ ახლემი ებრაული სწავლების მიხედვით არც წმინდა ცხოველია და არც უწმინდური ცხოველია. წმინდა ცხოველად ითვლებოდა ის ცხოველი, რომელიც იცოხნებოდა და გაყოფილი ჰქონდა ჩლიქი. ახლემი იცოხნება, მაგრამ გაყოფილი არა აქვს ჩლიქი. ანუ ეს არის ცხოველი, რომელიც არის სიმბოლო იოანესი, რომელიც არის ძველი აღთქმის მართალიც, ანუ მართლების მართალი, ანუ სჯულით მართალი და არის წარმართების, ანუ იგივე იმ ცხოველს თქვა ავიღოთ, რომ არ იცოხნება, მაგრამ ესე იგი იცოხნება, მაგრამ გაყოფილი არა აქვს ჩლიქი, ანუ ახალი აღთქმის წარმართების. ეს არის პიროვნება, რომელმაც ძველი და ახალი აღთქმა დააკავშირა ერთმანეთს და იგი ბავშვობიდან იყო წმინდანი ფაქტიურად. და მისი საკვები იყო, ორი ვერსია არსებობს, ორივეს აქვს საფუძველი არსებობდეს, რომ ჭამდა კალიას, ველურ კალიას ან მხალს. ესეთი მხალიც არსებობდა, ერქვა მკალი, ძველ ქართულად, იყო კალიების გარკვეული ჯიში, ითაც შეიძლებოდა ის, ესე ვთქვათ, მას მიეღო საკვები, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარი კალია იყო მხალი, გარკვეული ყლორტები, მწვანე, ითაც ის იკვებებოდა და ის არსებობდა. და მისი მოღვაწეობა იწყება შემდეგი სიტყვებით, რომ შეინანეთ ამე თუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა. მან მოუმზადა ბილიკები უფალს და აი ამ ყველაფერი გადააბარა იესო ქრისტეს და შემდგომში ის მალევე აღესრულა. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ნათლისმცემელზე და მის მშობლებზე წერია, რომ ესენი იყვნენ მართალი უფლის წინაშე. ჩვენ ვიცით ხოლმე ხანდახან, ვაი ადამიანი მართალია, მე მართალი ვარ. ესეთი რამე არ არსებობს, ჩემო ძვირფასებო, არსებობს სიმართლე კაცთა შორის და არსებობს სიმართლე უფლის შორის. ეს რას ნიშნავს? კაცთა შორის ძალიან ადვილია იყო მართალი, ანუ მოაჩვენო საზოგადოებას, რომ შენ კარგი მოძღვარი ხარ, თქვა, კარგი პოლიტიკოსი ხარ, კარგი თქვა პრეზიდენტი ხარ, ან კარგი პარლამენტარი ხარ
მაგრამ ეს სიცრუეა, მოგესალმებით, ყველა ადამიანი არის ცრუ, ადამიანის წინაშე სიმართლე არ არსებობს. როცა წერია, რომ ზაქარია და ელისაბედი და ნათლისმცემელი იყვნენ მართლები უფლის წინაშე, მინდა ეს ტერმინი თქვენ დაიმახსოვროთ, რომ სიმართლე უფლის წინაშე გულისხმობს ყოველგვარი სიკეთით სისავსეს. ეს რას ნიშნავს? თუ ამბობენ, რომ მართალია, არ შეიძლება ადამიანი იყოს მართალი, ასე ვთქვათ, ლოცვაში და იყოს მტყუანი სიძვაში. ანუ ყველაფერში მართალია. ანუ არ ბრუშობს, არ იპარავს, არ კლავს, არ განიკითხავს და ასე ანუ ყველაფერში მართალია. აი ყველაფერში მართალი იყო ზუსტად ზაქარიას და ელისაბედის და მათ შორის უფრო მართალი შვილიიშვა იოანე. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ გვინდა გავმართლეთ, მართალი სარწმუნოება უნდა გქონდეს. მართლმადიდებელი უნდა იყო. ოღონდ დედამიწაზე ვერ გამართლდები შენი ცხოვრების წესით, აქედან გამომდინარე მოვიდა განკაცებული ღმერთი, რომელიც არის მართალი, მოგცა მართალი რწმენა და თუ იცხოვრებ ამ მართლმადიდებლობით, შემდგომში მოგეცემა საშუალება მეორედ მოსვლის ჟამს, რომ გამართლე უფლის წინაშე და იყო, ასე ვთქვათ, მარჯვენით მამისა. ეს ძალიან საინტერესოა და გთხოვ დაიმახსოვროთ და რატომ? როგორც გითხარით, რომ აი ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ცრუ სწავლება, ძალიან ბევრი ცილისწამება გაჩნდა ეკლესიის მიმართ, აი მე წავიკითხე თქვენთაგან მაგუჩით მომაწოდა თესეუს პროფესორების ფოტოშორის ძალიან განათლებულები ჩანა ნეტყობა ეს პიროვნებები, ერთი აღსარება არ უთქვიათ და ერთხელ ზიარება არ მიუღიათ და ჩვენ გვდაგებ რას რომ თანამედროვე ღდლები და თანამედროვე მართლმადიდებლები, როცა ჩვენ ვამაყობთ რომ ვართ მართლმადიდებლები, ვართ ლუარსაბის მსგავსი პიროვნებები. ლუარსაბი მოგეხსენებათ იყო მოჩვენებითი მართლმადიდებელი, აყვედრიდა ღმერთს რომ აი ამდენი სანთელი დავანთი, ამდენი ცხვარი დავკალი, მე კარგი ადამიანი ვარ და რატო ვისჯები? თითქოს მოზღვრები ადამიანებს ვეუბნებით რომ შენ ავანტყოფი ხარ და წამალი გჭირდება. მე არავის არ ვეუბნები, ჩვენ სნეულებაში ვარ, ჩემო ძვირფასებო, ადამიანი არის დაცემული ბუნებით, ის პროფესორები დაცემული ბუნებით არიან, ვისაც გონია რომ წამალი არ ჭირდება, ყველაზე დიდი ავანტყოფი ის არის ზუსტად. დაიმახსოვრეთ კარგად. იყვნენ ფარისევლები და მწიგნობრები და არიან დღესაც მწიგნობრები და ფარისევლები, რაღაც ესე ვთქვათ, მაღარიჩით მიღებული ტიტულებით იცავენ რაღაც ბუნდოვან დისერტაციებს და შემდგომში რომ მგდელმა არ ამხილოს ისინი თავიანთ უმეცრებაში და თავიანთ გაუნათლებელობაში, რომ არ ამბობენ აღსარებას და არ იცნობენ იესო ქრისტეს, ყოველგვარ სიბინძურეს ესვრიან ეკლესიას. თუმცა პატრიარქი უყვართ და პატრიარქის ღდლებს აგინებენ. ყოლად გაუგებარია, თუ შენ გიყვარს პატრიარქი და აცხადებ, რომ ილია მეორეს მეგობარი ხარ და მიდიხარ და ხელზე ეამბორები, რატო ლანძღავ ეკლესიას, რაცა პატრიარქი მღვდელმთავრობს. რატო ლანძღავ იმ ეკლესიას, რაცა შენ მოინათლე, რაცა შენი შვილები ინათლებიან და იწერ ჯვარს. ეს ყოლად გაუგებარია, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ არაფერი ახალი არ ხდება ჩემო კარგებო. თუკი მაცხოვრის მოსვლის ჟამს იყო ძალიან ბევრი მწიგნობარი და ფარისეველი და იესო ქრისტე არ ჭირდებოდათ, ასევეა დღეს ძალიან ბევრი მეცნიერი ბჭყალებში, ბევრი განათლებული ლექტორი იქნება ეს მასწავლებელი თუ საზოგადო ლიტერატორი და მოღვაწე, რომლებიც თავიანთ ლექციებს იწყებენ პირდაპირ ასე, რომ ღმერთი არ არსებობს, ეშმაკები არიან ეკლესიაში, ღდლები არიან საზიზღარი პიროვნებები, ბნეცმოციქულები და არ იაროთ ეკლესიაში. შედალოცილო, რატო გეშინია ეკლესიის? რატომ მაგინებ? ესე იგი ხედავ მოწინააღმდეგეს, ხო? ჩემში რომ არ ხედავდე მოწინააღმდეგეს, არ ჩამთვლიდი საჭიროდ რომ შემოსულიყავი ჩემთან პოლემიკაში და ამდენ სიბინძურეს არ მესროდი. მაგრამ ფაქტის სახეზეა რომ ეკლესიას კვლავ აგინებენ და მე ეს მიხარია, კარგად დაემოწმე, როცა ეკლესიას ეფერები, აფინანსებ და აქებ ის ირყნება ქალწულივით. როცა ეკლესიას აგინებ, ცილს წამებ და ყოველგვარ სიბინძურეს ესვრი, ეკლესია უფრო ახოვანია, უფრო აცკეტია, უფრო ძლიერია და უფრო მობილიზებულია. მადლობა ღმერთს ამისთვის. ასე იყო მე-4 საუკუნემდე, როცა მე-4 საუკუნეში უკვე სახელმწიფო რელიგიად ცხადდება 313 წელს კონსტანტინე დიდის მიერ მართლმადიდებლური სარწმუნოება, უკვე მამები გადიან სამოღვაწეოდ მონასტერში, რომ გარკვეული პრობლემები თვითონ ძალად შეიქმნა, რადგან დათბა ურთიერთობა ეკლესიასთან ურთიერთობაში. ასევეა დღესაც, როცა გაქებენ, გეფერებიან, აი ყოჩახ რა კარგი მოძღვარი ხარ, რა კარგი მართლმადიდებელი ხარ, მეც მინდა რომ შენაერი გავხდე, შენ თამამდები, იხიბლები, ხილში ვარდები და გეჯერება რომ მართლა კარგი ხარ. მაგრამ როცა გეუბნებია რომ უმეცარი ხარ, არაფერი არ იცი, შენ ცოდვილი ხარ, მე მაგალითად ყველა ის ცილისწამება მივიჩნიე სიმართლეთ ჩემ თავზე და
იმ ყველა გამოქვეყნებული პუბლიკაციის მერე ვცდილობ, რომ უფრო განათლებული მოძღვარი ვიყო, უფრო ბევრი წავიკითხო, უფრო ბევრი ვილოცო, უფრო კარგი მორწმუნე ვიყო და უფრო კარგი მრევლი მყავდეს, უფრო სამაგალითო ვიყო. ესე ცნობილი ნათქვამი არსებობს, რომ ქარავანი მიდის და ძაღლი იყეფება. 2000 წელზე მეტია ეკლესია არსებობს, თავის საქმეს აკეთებს, გულანძღავენ და კვლავაც განგულანძღავენ. რატომ? იმიტომ რომ ლანძღავდნენ იესო ქრისტეს და იესო ქრისტე ამბობს, რომ თუ კი მე მლანძღავენ, თქვენს გაგლანძღავენ. როგორ შეიძლება რომ მაცხოვარს ლანძღავ და შენ ამ დროს გაქებდნენ? ყოლა წარმოუდგენელია, ასეთ რამე არ არსებობს. ჭეშმარიტი ქრისტიანობა იდევნებოდა ჩემო ძვირფასებო ყოველთვის. და თუ არ იდევნება, ის უკვე ჭეშმარიტი აღარა, ის უკვე არის გარყვნილი ქალის მდგომარეობაში, როგორი მეძავიც აღწერილია იოანეს გამოცხადებაში. იქ არის მეძავი ქალი, ანუ მეძავი ქალი არის სიმბოლო შერყვნილი ეკლესიის, ანუ მწვალებლური ეკლესიის, რაცა უკვე კათოლიციზმია, პროტესტანტიზმია და ასე შემდეგ. მათ უყვართ შერყვნილი ეკლესია, რომელიც ხელს თავზე უსვავს, რომელმაც შეიწყნარა მამათმავლობა, შეიწყნარა, თქვათ, რაღაც გარკვეული ცოდვები და ასე შემდეგ. და მადლობა ღმერთს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია არ გადახრილა არც მარცხნივ და არც მარჯვნივ, მიდის სამეუფეო გზაზე და ამიტომაც ბევრი ძაღლი იყიფება ჩვენს მიმართ, მაგრამ ჩვენ საქმეს მაინც გავაკეთებთ, ჩვენ მაინც ვილოცებთ, მაინც გვეყარება ისინი, მაინც შევინახავთ მარხვას, მაინც ვიტყვით აღსარებას, მაინც ვეზიარებით და მაინც გვეყარება ჩვენი მტვერი. ეს კარგად დაიმახსოვრეთ, ჩემო კარგი, ვერ გაგვაბოროტებენ ვერასოდეს, იმიტომ რომ მე ვიცი მათი ბაგეებით ვინ ლაპარაკობს. მე ვიცი იმ ეგრეთ წოდებულ პატიოსან, ასე ვთქვათ, ჭყალებში პროფესორებს რა ლაპარაკებთ, იმიტომ რომ თავიანთი ბინძური ცხოვრება უნდა გაამართლონ იმით, ვისთან მივიდე, მღვდლები არ არიან, ვის ჩავაბარო აღსარება, როგორ შეიძლება ახლა მე მივიდე იმ წუჭყიან მღვდელთან, ვინც არაფერი არ იცის, ვთქვათ, ლოცვის გარდა და ასე შემდეგ. მართალია, მე არაფერი არ ვიცი, მაგრამ ღმერთმა ყველაფერი იცის. მე არაფერი არ ვიცი, პავლე მოციქულმა ყველაფერი იცის, პეტრე მოციქულმა ყველაფერი იცის. ეკლესიაში ყველაფერზე პასუხი არის გაცემული. ანუ ეკლესია პასუხობს ყველაფერს. ეკლესია არის მისტიური სხეული იესო ქრისტესი. ეკლესია არის წმინდა და უბიწო. მაგრამ არსებობს მეორე ეკლესია, ორგანიზაცია ცოცხალი ადამიანების მიერ შედგენილი და აი ამ ცოცხალ ადამიანებში გარკვეული მღვდელი თუ გამოგვერია იუდას მსგავსად, სოდვილი უნებრივია და თუ ადამიანმა ახლა რაღაც ტაბურეტი აიღო და გარბოდა, აი ეს თუ დიდი დანაშაულია, ნუ არ ვიცი, მე არ ვამართლებ, მაგრამ ეგ საკითხავია, რატო გარბოდა და რისთვის გარბოდა, ხო? მაგრამ ეს დაიხვია ხელზე ამ საზოგადოებამ და ჩვენ გამოგვიყვანეს ინკვიზიტორების როლში. მერთმა შეუნდო ჩემო ძვირფასებო, მე არა ვარ გაღიზიანებული, მე პირიქით როგორც გითხარი და იგივეს გირჩევ თქვენ. ნუ შედიხართ პოლემიკაში. ნუ გაღიზიანდებით, როცა გეტყვიან, რომ აი თქვენი მამები, თქვენი მამაოები, თქვენი ეკლესია, თქვენი ასე და თქვენი ისე, თქვენ უთხარით რომ სოდულები ვართ, მე ვიცი რომ ჩემ მამაოს უყვარ ვარ, ჩემ მამაოს შენც უყვარ ხარ, ჩემ მამაოს ეკლესია უყვარს, საქართველო უყვარს და ჩვენი ეკლესია უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე თქვენი პოლიტიკოსები, ვიდრე თქვენი პრემიერ-მინისტრი, ან თქვენი პრეზიდენტი, ან ასე და ან ისე. ხედავთ რომ რა მდგომარეობაშია კიდე ქვეყანა, არის საშინელი დაძაბული მდგომარეობა, როგორი შემოდგომა იქნება, ეს არ ვიცი, რატომ და იმიტომ ჩემო ძვირფასებო, რომ ჩვენ მესია მივიღეთ, მაგრამ არ ვსასწოებთ მას. აი ამას ერთ-ერთმა ადამიანმა მანახა სტალინის ხატი ჭყალებში, რა თქმა უნდა, ეს ვიღაცა უგუნურმა გააკეთა და ამოღებულია მაცხოვრის სახე, თქვენს მინდა რომ იცოდეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცეები დაიდება ალბათ გარკვეულ ინტერნეტ ქსელში და თქვენ შეიძლება ვიღაცამ შეგაცნინოთ. ესე იგი მაცხოვრის სახეა ამოღებული და მაცხოვრის შარავანდეთი. მოგეხსენებათ, მარტო მაცხოვარს აწერია შარავანდეთზე, რომ მე ვარ რომელი ვარ. ანუ ძველ ბერძნულად ეგოიმი ონ. არტიკლით ძველ ბერძნულად ონ. ანუ მე ვარ რომელი ვარ. ღმერთის ტიტული არის მარტო მაცხოვარზე. და მაცხოვრის ტიტული მინიჭებული აქვს სტალინს და რატო? ბევრი რუსი მართლმადიდებელი და ბევრი ქართველი ფიქრობს, რომ არ უნდა მაცხოვრისნაირი, ესე თქვა, თავდაბალი, მოსიყვარულე და ესე თქვა, უბრალო მესია და უნდა სტალინისნაირი რკინის კაცი, რომელიც ქვას-ქვაზე დაადუღებს, ყველას დაიჭერს, დააპატიმრებს, დაადუღებს ყველაფერს და გასწორდება ეს სოფელი. არა, ჩემო ძვირფასებო, ღმერთს არ გაუჭირდებოდა რომ სტალინზე მაგარე სასტიკი ყოფილიყო. ეს არასწორია. სისასტიკე, წამება, მოკლა, ცემა, ტყეპა და ტანჯვა ეს ღმერთის საქმე არ არის, ჩემო კარგებო. ღმერთი არის თავდაბალი, ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი არის სიკეთე და ჩვენც ასეთები უნდა ვიყოთ.
ყოლა წარმოუდგენელია მრისხანება, ყოლა წარმოუდგენელია ჩხუბი და აყალმაყალი და თუ ის რამოდენიმე სასულიერო პირის ასე ვთქვათ გარკვეული თავისი ნაკლებად ყოფის სულიერებით ჩავარდა ამ მდგომარეობაში მე ვიცი რომ ისინი დღეს სინანულში არიან და ითხოვენ შენდობას რამე თუ მათი ქმედებით ეკლესია დაზიანდა. აქედან გამომდინარე ეს რომ ასე აღარ მოხდეს და თქვენ ან მე იგივე მდგომარეობაში აღარ ჩავარდეთ, უნდა ჩვენ ყველა დავიმდაბლოთ თავი, ვილოცოთ და ეს პეტრე პავლობის მარხვა მარტო თევზის ხმევაში კი არ უნდა გავატაროთ, არამედ ერთი კვირაღა დარჩა და წავიკითხოთ საქმე წმინდათა მოციქულთან. ნახეთ ჩემო ძირფასებო, როგორი მდევნელი იყო პავლე მოციქული. ტაბურეტი კი არ ეჭირა პავლე მოციქულს. ხალხის სიკვდილს იწონებდა, როცა ქოლავდნენ სტეფანე პირველ მოწამეს, პავლე მოციქული იქ იდგა და იწონებდა ამას. ანუ მას ეგონა რომ ის ღვთისგმობი იყო და ეს კარგი საქციელი იყო. და ესეთი პიროვნება როგორიც იყო პავლე, ღვთისმდევნელი ფაქტიურად, თუმცა მას ეგონა რომ ღმერთს ემსახურებოდა, შემდგომში ხდება ტანჯული ჭური მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს და გამორჩეული პიროვნება. ასე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენი ქმედებით შეიძლება დღეს არის დევნელი ეკლესიის, მაგრამ თუ ჩვენ პავლესა და პეტრესავით მოვიქცევით და იქნება ჩვენში პეტრეს სარწმუნოება და პავლეს სიყვარული, ძალიან ბევრი ადამიანი მოვა ჩვენს გვერდზე და იტყვია, რომ თქვენ ყოფილხართ ღვთისმსახურები, თქვენ ყოფილხართ ქრისტიანები და ასევე დავძენო ღვთისმსახური მარტო მე კი არა ვარ. ყველა თქვენთაგანი ხართ ღვთისმსახურები. ანუ თქვენი ქმედება, ლოცვა, მარხვა, აღსარება და ზიარება ეს ყველაფერი არის ღვთისმსახურება და ღვთისმსახურება განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს მარხვაში. და თუ მარხვაში ღვთისმსახურება არ გაძლიერდა, ლოცვით, აღსარებით და ზიარებით, მაშინ ბუნებრივია, რომ ჩვენ ვიქნებით ფარისეველი და წიგნობარი ქრისტიანები. დღეს მინდოდა მე ცოდვის განვითარებაზე მესაუბრა, მაგრამ დრო აღარ რჩება, მაგრამ მომავალ კვირას ვაპირებ, რომ უკვე დამთავრდება პეტრე პავლობის მარხვა და უკვე მომავალ კვირას გესაუბრებით ცოდვის წარმოშობისა და მისი განვითარების შესახებ. დღეს კი ვიზეიმოთ ნათლისმცემლის შობა, შეგვეციოს მისი მადლი და ვიყოთ მართლები უფლის წინაშე და ღმერთი იქნება ჩვენთან არის ღმერთი. ხუთშაბათს 5 საათზე იქნება სადღესასწაულო ლოცვა პეტრე პავლობის, ვისაც აღსარება არ გითქვიათ ხუთშაბათ დილიდანვე შეგიძლიათ მოხვიდეთ და თქვათ აღსარება და პარასკევს ვიზეიმოთ პეტრე პავლობა. ღმერთმა გაგახაროთ და შეიძინოთ დევანდელი